الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم قل إن كنتم تحبون الله فاتبعوني يحببكم الله ويغفر لكم ذنوبكم والله غفور رحيم صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم من أحيا سنتي فقد أحبني ومن أحبني كان معي في الجنة صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძირფასო მორწმუნელო, ჩვენი დღევანდელი ხუთბის თემა იქნება მუსლიმის ცხოვრების გზამკვლევი სუნნეთი, ანუ შუამავალი მუჰამმედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ცხოვრების მოდელი. ძირფასო მორწმუნეებო, ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი წმინდა ყურანი არის ღვთისგან მოვლენილი სიტყვა, რომელიც გვამცნობს ჩვენს გამჩენს, გვიხსნის არსებობის სიბრძნესა და ცხოვრების მიზანს. ის არის გზამკვლევი, რომელიც განასხვავებს ჭეშმარიტ სიცრუისგან, სწორ გზას ცდარისგან. ყურანი არის შვება გულებისთვის, წყალობა მორწმუნეთათვის და სიმშვიდე ჩვენი სულისთვის. სუნნეთი, ანუ შუამავალი მუჰამმედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ცხოვრების მოდელი კი წარმოადგენს ყურანის ხორჩესხმულ ფორმას, წმენის პრაქტიკულ გამოვლინებას, ისლამის რეალურ განსახიერებას ჩვენ ცხოვრებაში. ხუთბის დასაწყისში წაკითხულ აიათში გამჩენის შემდეგს გვამცნობს: უთხარი, შენ, ეი, ჩემო საყვარელო მონამსახურო, თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე, რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, უეჭველად ალლაჰი შემწყნარებელია, წყალობელია. ძირფასო მორწმუნეებო, შუამავალი მუჰამმედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ბრძანებს, ვინ ჩემს სუნნეთს აცოცხლებს, მან მე შემიყვარა, ხოლო ვინც მე შემიყვარებს, ის სამოთხეში ჩემთან ერთად დამკვიდრდება. სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს ალლაჰის სიყვარულს ყველაფერზე მეტად, მის ბრძანებებზე დაყრდნობას და აკრძალვებისგან თავის შეკავებას. ეს ნიშნავს ყურანის სიტყვების ჩაბეჭდას გულსა და ცხოვრებაში, ისლამური ზნეობისა და ღირსების კვალდაკვალ ცხოვრებას. სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს ოჯახში სიყვარულსა და კეთილგანწყობის დამკვიდრებას, ვაჭრობაში ჰალალისა და ჰარამის საზღვრების პატივისცემას, სიმართლისა და სანდოობის დაცვას. სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს სხვებისთვის ცხოვრების შემსუბუქებას, ჩვენი ენითა და ხელით არავისზე ზიანის მიყენებას. სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს ერთობის შემეცნებით მოქმედებას, ერთმანეთის სიყვარულს ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის, როგორც შენობის აგური საძირკველთან აკავშირებს, ისე მორწმუნეთა შორის სიმედგრეს. სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს სიყვარულის და მწუხარების გაზიარებას და იმას, რომ ჩვენი ყოველი ახალი დღე იყოს უკეთესი გუშინდელზე. ძვირფასო მორწმუნეებო, თავად სახელი, ვის ცხოვრების მოდელზე ვსაუბრობთ, არის ღრმა სიბრძნის მატარებელი. სახელი ნიშნავს დიდებულს, დიდათქებულს, ქების ღირს. ეს სახელი ღმერთმა მიჰმადლა თავის ჩეულ მონამსახურს იმის ნიშნად, რომ იგი იქნება ქებული ზეცაში და ასევე მიწაზე. შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ჰადის შერიფში შემდეგს ბრძანებს: ანა მუჰამმედუნ ვა ანა აჰმედუნ ვა ანა ალმაჰიუ ალლაზი යამჰუ ალლაჰუ ბიალ კუფრა ვა ანა ალჰაშირუ ალლაზი යუჰშარუ الناسُ عَلَى قَدَمِي ვა ანა ალაყიბ. მე ვარ მუჰამმედი, მე ვარ აჰმედი, მე ვარ ის, ვისი მეშვეობითაც ალლაჰი მოაშტობს დედამიწაზე ურწმუნოებას
მე ვარ ის, ვის წინ შეიკრიბებიან ადამიანები და მე ვარ უკანასკნელი შუამავალი. სახელი მუჰამმედი სავსეა წყალობითა და ბარაქით, ვისაც ეს სახელი უკავშირდება სიყვარულით, ცოდნითა და მორჩილებით, მის გულში ალლაჰი მოავლენს სინათლესა და სიმშვიდეს. ამიტომაც გვამცნობს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი დაარქვით შვილებს სახელი მუჰამმედი. რაც ნიშნავს, რომ მისი სახელი არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის სიყვარულის, ერთგულებისა და მორჩილების ნიშანი, რომელიც მორწმუნის გულში ღმად არის ამოქარგული. შესაბამისად, ყოველი სიტყვა, რომელიც შუამავალ მუჰამმედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სახელს ეხება, უნდა გამოირჩეოდეს ღირსებითა და ზომიერებით. მორწმუნეთა გრძნობების პატივისცემა კი წარმოადგენს საზოგადოების თანაცხოვრებას და ურთიერთპატივისცემის აუცილებელ საფუძველს. ძვირფასო მორწმუნეებო, როგორც წარსულში, ისე დღესაც კაცობრიობას სჭირდება ალლაჰის შუამავალი მუჰამმედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის გზავნილები. მისი სუნნეთი შეიცავს სიბრძნესა და სიკეთეს, რომელიც ეხება ყოველი ადამიანის გულს და ადგენს ჭეშმარიტ გზაზე ყოველ საზოგადოებას. ამის თაობაზე ყურანი კერიმში შემდეგს ვკითხულობთ: ფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითია თქვენთვის, ვინც ისწრაფვის ღმერთისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებს გამჩენს. ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენი ვალია ალლაჰის ბრძანებებსა და შუამავალ მუჰამმედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სუნნეტს მივანეჭოთ უმაღლესი მნიშვნელობა და ღირებულება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მის უმშვენიერეს ზნეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ, მისი სიყვარულის ჩაუბეჭდოთ ჩვენ შვილებს და ჩვენს ახალგაზრდებს გულებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუნნეთის უგულებელყოფით ყურანის გაგება და ისლამის შესაბამისად ცხოვრება შეუძლებელია. ვინც სუნნეტს გვერდს აულის, ვერ მიაღწევს გამჩენი ალლაჰის სიყვარულსა და კმაყოფილებას. ხუტბა კი მინდა შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ვედა ხუთბის ამონარიდით დავასრულო. ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ხუთბის შემდეგ ბრძანებს: „თარაკტუ ფიკუმ ამრეინი ლან თუდილუ მა თამასსაქტუმ ბიჰიმა კიტაბალლაჰი ვა სუნნეთი“. მე თქვენ ორ რამეს გიტოვებთ: გამჩენი ალლაჰის სიტყვას, კელამს, წიგნს, ყურანი კერიმს და ჩემს სუნნეტს. თუ კი მას ჩაეჭიდებით, არასდროს ასწდებით. ألا إن أحسن الكلام وأبلع النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون. استعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام.